გადაწყვეტილება ერთ კვირაში გამოცხადდება. Ამჯერად ლაპარაკია კიდევ 7 დაკავებულზე, აქედან 2-ს გირავ აქვს შეფარდებული, ციხეშია 5. Ამ 7-დან 6 თავის მხრივ დანაშაული არ აქვს აღიარებული, არც აპირებს აღიარებას, ასე ვიცით ჩვენ ამ დროისთვის ერთ საპროცესო გარიგება სურს. 4 ოქტომბრის საქმეზე ჯამში 64 ადამიანია დაპატიმრებული, მათ შორის არიან ლიდერები. ამ დროისთვის საპროცესო გარიგებით 22 მოქალაქე გამოვიდა საპატიმროდან. მოსამართლე გიორგი გელაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე 7 ბრალდებული საბოლოო სიტყვის მოსმენას გეგმავდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მათგან ერთ-ერთმა ზაქრო ალბუთაშვილმა საპროცესო შეთანხმების მზაობა გამოთქვა, სხდომა გადაიდო და გადაწყვეტილება ვერ მოვისმინეთ. გუშინ მოგმართ ზაქრო ალბუთაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიუთითებდა განცხადებაში, რომ სრულად აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, ეთანხმებოდა მტკიცებულებათა შინაარსს და მასში დაუდაოდ, შესაბამისად ტექნიკურად ვერ მოესწრო დღევანდელ პროცესამდე უკვე საპროცესო შეთანხმების გაფორმება, თუმცა ტექნიკური დეტალები მხოლოდ დარჩენილი და ჩვენ შორის აუცილებლად გაფორმდება საპროცესო შეთანხმება. პირობები იგივე რაც სხვა ბრალდებულებთან იყო 3 წელი პირობითი მსჯავრე. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, მათ მიმართ უკვე განაჩენს გამოაცხადებს დიდი ალბათობით სასამართლო შემდეგ პარასკევს. გიორგი გელაშვილი თავდაპირველად 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 15 პირის პროცესს უძღვებოდა, თუმცა 2 დღის წინ ამ ჯგუფში მყოფმა 8 პირმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა და დარბაზიდანვე გათავისუფლდა. ამის შემდეგ სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა პროკურატურას იმავე მოთხოვნით მიმართა. პროკურატურის თანხმობის შემდეგ ალბუთაშვილი 23 პირი იქნება, ვინც 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ახლა მთავარი შეკითხვა ისაა, თუ რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე იმ პირების შემთხვევაში, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ და არც საპროცესოს თანხმდებიან. ასეთი ამ ჯგუფში 6 პირია. კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენცს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას, გიორგი ჩახუნაშვილს და ია დარახველიძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობის დროს გიორგი ჩახუნაშვილს და ია დარახველიძეს გირაო შეუფარდეს. ანუ ისინი წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფებიან. თუმცა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლებელია ორივე მათგანს მომდევნო კვირაში ქალბორკილების სასამართლო დარბაზშივე დაადონ. დღეს მომზადებული ვიყავი, რომ უნდა გამოვსულიყავი. რომ მეთქვა ყველაფერი. რაც იყო რეალობა რა კიდე, მაგრამ ვერ მოასწრეს. იმ დღეს რო ვიყავი 4-ში რო ვიყავი 4-დან 9-დან რომ მე არსად არ წავსულ ვარ, იმიტომ რომ მაშინაც რო თuliდი რომ მე მართალი საქმე გავაკეთე სამედიცინო რომ მე შემდეგ დღეებში რა იყო მე ამ 8-9 თვეში რა გავაკეთე სიკეთე და მე გადაწყვიტონ თვითონ მე სათუხრო საჭირო ვარ, გარეთ უფრო საჭირო ვარ საზოგადოებისთვის და ჩემი საქართველოსთვის თუ იქ უფრო საჭირო. დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე სწორედ ია დარახველიძის ადვოკატის დასკვნითი სიტყვა მოვისმინეთ. რევაზ აჭარაძე აცხადებს, რომ დარახველიძის ეპიზოდზე საქმეში სულ 2 ვიდეო მტკიცებულება დევს, რომელთაგან არც ერთში დასტურდება ბრალდებულის ვინაობა. როგორც მთლიან საქმეში და სხვა მსგავს საქმეებში ბრალდების ხარეს არ წარმოუდგენია რაიმე საფრთხისებულება, რომელიც საკმარისი იქნებოდა განმარტოვებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, ძალიან მარტივად უხსნიდით სასამართლოს, რომ მსგავსი სტანდარტით არ შეიძლება იქნეს გამოტანილი განმარტოვებელი განაჩენი, რა ბრალიც არსებობს და ვითხოვდით გამართები განაჩენს, რადგანაც ელემენტარული სახეც კი არ არის ამოცნობილი, დადგენილიც კი არ არის პიროვნება, რომელიც ვიდეოზე არის ასახული და მიუხედავად ამისა ბრალდების ხარი მაინც განმარტავს, რომ ეს არის ია დარახველიძე, ასევე ბრალდების ხარი ვერ ამტკიცებს და ვერაფერს ვერ აღნიშნავს იმაზე თუ რა ძალადობრივ ქმედებაში იღებდა მონაწილეობას და მარტივია სასამართლოსთვის სწორი გადაწყვეტილების გამოტანა და გაამართოს ია დარახველიძე. იმ პირების ადვოკატები, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ, ფორმულასთან კვლავ მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულების ადგილმდებარეობას ასახავს, თუმცა საქმეში არ დევს კადრი, რომელიც რაიმე ძალადობრივ ქმედებას აჩვენებს. დავით ჟღენტის მიმართ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებები და სხვა არაფერი. ბრალდების ხარემაც კი აღნიშნა, რომ დავით ჟღენტის მიმართ ვიდეო მტკიცებულება საქმეში არ არის. შესაბამისად, არც ერთი ვიდეო მტკიცებულება არ ასახავს დავით ჟღენტის მიერ ჩადენილ რაიმე ძალადობრივ მოქმედებას და არც ერთი ვიდეო მტკიცებულება არ ასახავს დავით ჟღენტის მიერ პრეზიდენტის სასახლის ეზოში ყოფნის ფაქტს. 4 ოქტომბრის საქმე 5 ეპიზოდად არის დაყოფილი და ჯამში 64 ბრალდებულია. აქედან 10 მათ შორის პოლიტიკოსებს მრავალწლიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს. 23 პირი საპროცესო შეთანხმებას დათანხმდა. 22 მათგანი უკვე თავისუფალია. ზაქრო ალბუთაშვილის სხდომის ჩანიშნვის მოლოდინშია. იმ პირების საბოლოო განაჩენი კი, რომლებიც ბრალი არ აღიარეს, უახლოეს მომავალში უნდა გამოცხადდეს.